Πατერითა, მამისათა, და ძისათა, და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დღეს არის ხსენება, რაჟდენ, პირველ მოწამისა და მარაბდას მოწვევისა 900 და ასევე 9 ძმა ხერხეულიძისა დის და დედის პირველ მოწამე საქართველოს პირველი მოწამე არის სპარსი. როდესაც ვახტანგ გორგასალმა ცოლა შეირთო სპარსეთის მეფის ქალიშვილი გურანდუხტი, რომელიც დასაფლავებულია. ჩვენ ხო ვიყავით ქვედა ბეთლემში მსახურობდით. ქვედა ბეთლემისა და ზედა ბეთლემისა დასაფლავებულია ზედა ბეთლემის ტაძარში. ვახტანგ მეფის დედა გურანდუხტი. ისა ცოლი გურანდუხტი. და რამე ხო არ მეშლება. დედაც ხო არა. დედა არის დასაფლავებული. დედა არის დასაფლავებული. ხო ვახტანგ გორგასალი. და გურანდუხტი ცოლი, რომელიც რა თქმა უნდა მართლმადიდებელი გახდა, მოინათლა, მისი მრჩეველი და მასწავლებელი იყო რაჟდენი, რომელიც ჩამოყვა სპარსეთიდან და რონახა ქართველების ვახტანგ გორგასალის განსაკუთრებით პირადი ცხოვრება, მოწესრიგებული ქართველების ეს დიდი თავდადება ქრისტესთვის მოიქცა რაჟდენი და გახდა გულმხურვალე ქრისტიანი. ისეთი რომ საქართველოს პირველ მოწამე სხვა არავინ არის გარდა რაჟდენისა, სპარსისა წარმოიდგა. და ნახეთ რას წერს მემატიანე, სპარსთა და ქართველთა შორის შვიდობა ჩამოვა. სპარსთა მეფემ მოციქულები მიუვლინა ვახტანგ მეფეს დაზავებისა და ერთობის მიზნით. დაიდო ზავი, მეფეები შეხვდნენ ერთმანეთს, დიდი პურობა გადაიხადეს, სამეფო ძღვენი მიართვეს ერთმანეთს, სპარსთა მეფე გაბრუნდა თავის სამეფოში და ყოველივე ეს მიაქციეთ ყურადღება, ყოველივე ეს ანუ ქრისტეს მადლმა მოიმოქმედა წმინდა სამგზის სანათელი რაჟდენის მეოხე. როგორც ქრისტეს სისხლმა დაამხარა ცასა და ქვეყანას შორის მშვიდობა, იგივე ქნა ქართველთა შორის ქრისტესთვის დაბრუნა რაჟდენის სისხლმა. დაიცვა ჩვენი ეკლესია და მშვიდობის ზღუდე მოავა მას. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ მარტო რაჟდენზე კი არ ვრცელდება ჩემო ძვირფასებო, არამედ ვრცელდება შემდგომ რამდენი მოწამე ყავდა საქართველოს, აი ამ მოწამეების, როგორც აქ წერია ეს იბია, ამ მოწამეების მადლია რომ ქრისტე მშვიდობა, თუ საქართველოში არის მშვიდობა და როცა არის მშვიდობა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოწამეების დამსახურება, როგორც მემატიანე ამბობს. და რა თქმა უნდა ყველა სიკეთე რაც საქართველოში არის, მშვიდობა იქნება, ეკონომიური ძლიერება იქნება, აღმშენებლობა იქნება, რაჟდენის წვლილიც დიდია ჩემო ძვირფასო. აი ესია მოწამეებით დგას დღეს საქართველო. ესე იგი, აი ამიტომ მნიშვნელოვანია მემატიანის ეს აი სიტყვა განსაკუთრებით ბოლო წინადადება, რომელიც მე თქვი. სპარსეთმა დღეს ხსენება მარაბდის ველზე მოწყვეტი 900 ქართველთა 9 ძმა ხერხეულისა დედით და დიდ და სპარსეთმა გადაწყვიტა რომ მოესპო საქართველო ან გაემუსულმანებდა. ნუ მათ უნდათ რომ გაემუსულმანებდა. იმიტომ რომ შახაბას პირველი და შახაბას მეორე სულ დედით კი არა სისხლით, ქართული სისხლი ჰქონდათ მათ. მაგალითად შახაბას პირველის დროს ბებია ყავდა შალიკაშვილი, ქართული ცოდა შესანიშნავად.
ყველა მინისტრი, ვეზირი იყო თითქმის ქართველი, 90%. ყველა დიდი კაცი, ყველა თავადი იყო ან ქართველი, გამოსულმადური ქართველი, ან იყვნენ ნახევრად ქართველი, ან სამესამედოდ, ან სამეოთხედოდ, როგორც შახაბაზი იყო ქართველი. ჯერ რეგულარული არმიის 1/3 თითქმის 30% შახაბაზმა გამოგზავნა 1625 წელს, რომ მან იფიქრა, რომ 30,000 ეყოფოდა ქართველებს ქართკახეთის გასანადგურებლად. და მარტყოფი სულ აქვე თბილისთან, ის ადგილი უკვე თბილისია, თბილისს ეკუთვნის, სულ ახლოს თბილისთან, აი ეს 1/3 რეგულარული არმია უძლიერესი ირანის გაანადგურეს ქართველებმა, ჩემო ძვირფასო. გაანადგურეს, სულ იყო 10,000 ქართველი. ძალიან დიდი მხედართმთავრები, სულ ყველა დახოცეს და ნუ გაგიჟდა და გაბრაზდა და გაოგნდა შახაბაზი და დარჩენილი მთელი არმია გამოგზავნა. კიდე ნაწილი კი არა 30 ეგონა 50,000 გამოგზავნა. ეს ხარება დღეს მოხდა ეს გამარჯვება და მერე 50,000 მთელი რეგულარული არმია გამოგზავნა. გაცოფებულმა და მარაგდის ველზე მოხდა საოცარი ბრძოლა, ჩემო ძვირფასებო. ეს ბრძოლა იყო 15,000, 20,000 ქართველი იყო და 50,000 იყო, ესე იგი, სპარსელები. წარმოიდგინეთ და ესე იგი ვაშკაცურად იბრძოლეს ქართველებმა. ძალიან დიდი მხედართმთავარი ყავდა სპარსელებს, თორე გაიქცენ ერთი პერიოდი და ქართველებმა ეს ომი საერთოდ ესია ცნობილი, რომ დავმარცხდით, მაგრამ 14,000 ქართველი მოკდა და 15,000 სპარსელი. აი ამ პროცენტულობით გავიმარჯვეთ, ასე ვთქვათ, მაგრამ ნუ დავმარცხდით, ესია ცნობილი. აზერბაიჯანის ბეგალბეგი თავის აზერბაიჯანული ჯარით მოეხმარა და ეხლა 50,000 კაცო უმკლავდები და კიდე 10,000 დაემატება, ვეღარ გაუწევთ, რა თქმა უნდა და მაგრამ 15 წლის განმავლობაში ეს დარჩენილი 35,000 რეგულარული ჯარი სპარსეთისა ნელ-ნელა გაანადგურეს ქართველებმა პარტიზანული ომი. ამაზე გაგიჟებული უკვე შახაბას მეორე გადაწყვიტა, რომ საერთოდ გაენადგურებინა და თურქმანული ტომი 1,000,000 ნუ დედები, ბავშვები, კაცები 1,000,000 ალაზნის ველზე დაასახა. რა თქმა უნდა განადგურებული იყო უკვე საქართველო, თუ არა და წარმოიდგინეთ, რომ საქართველო დამარცხებული იყო მე-17 საუკუნეა სასწაული დრო. რა თქმა უნდა უკვე დაღუპული იყო საქართველო, აბა როგორ 1,000,000 კახეთის ველზე დასახლებული 10-20 წელიწადში ისინი იქნებოდნენ ალბათ რა ვიცი დამთავრებული იყო. მაგრამ ქართულმა სულმა, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ეს იყო უკვე შალვა ბიძინა და ელიზბარის მეთაურობით 1661 წელს. მარაბდის ველზე იყო 1625 წელს და ვაშკაცურმა ბრძოლამ დიდი თავდადება განსაკუთრებით ბიძინა ჩოლოხაშვილის მოიტანა გამარჯვება. როგორი გამარჯვება? ღმერთი შეგვეცინა. თიელები, რომლებიც მოაგროვა და სულ მეტი კი არ იყვნენ, 10,000 თიელი, მოხევები, თიულები, არაგველები, შავლები, ხევსურები, თუშები და სულ 10,000 მეტი კი არა. თიანეთში განლაგდნენ, დაელოდნენ მთვარიან ღამეს, უმთვარო ღამეს უпростоრად და დაიძრნენ. და ამ დროს მოხდა დიდი სასწაული, ჩემო ძვირფასო. წმინდა გიორგი თეთრად ცხენზე ამხედრებული შუბით ცაზე გამოისახა
და წარუძღვა წინ ქართულ ჯარს. გესმით რამხელა შეწევნა იყო ის. და 10,000-მა კაცმა გაანადგურა, იქ ხა მილიონს ვამბობთ, მაგრამ იქ იყვნენ ბავშვები, დედები, მაგრამ რამდენი იქნებოდა ერთი მეომარი ხალხი ხო იქნებოდა დაახლოებით 300,000. თქვა 10,000-მა კაცმა, ჩემო ძუხას, რა გამარჯვება იყო წარმოიდგინე. გაანადგურეს, მოსწეს პირდაპირ, დედაცულიანა ამოხოცეს უკვე. და საქართველო გადარჩა. მემატიანი ამბობს, რომ ბიძინას უმადლოდეთო, რომ საქართველო, ბიძინა ჩოლოყაშვილს უმადლოდეთო, რომ საქართველო გადარჩა. გამიგე, რასასწაული მოხდა და აი ესეთია საქართველო ჩემო ძვირფასებო. მარაბდის ველზე 9 ძმა ხერხეულიძე წარმოიდგინე დედამ გააჩინა 9 ბიჭი. ერთი გოგო 10 შვილი ყავდა. და მარაბდის ველზე როცა ერთს მოკლავდნენ, მეორე იღებდა დროშას და ასე 9. და მეცხრეც რო დაეცა, დამაიღო დროშა და აფრიალა და დაც რო დაეცა, რომ დამთავრდა ეს ბრძოლა, უკვე 9,000 ქართველი გაწოლილი მარაბდის ველზე მივიდა დედა და აწია დროშა და ააფრიალა საქართველოს დროშა და ისეთ დაეცა და გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ რა წინაპრები ყავდა ჩემო ძვირფასებო, რა ვაჟკაცები ყავდა, როგორი ქრისტესთვის თავდადებული ხალხი ყავდა. ხანდახან ფიქრობ ნეტავ ყოფილიყო იმ დროს რომ გადაეღოთ ეს რა ხალხი იყო, რა ჰაბიტუსი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე ამ ხალხის შთამომავლები არ არის, ან ქართველები, კახელები, ჩვენ ყველანი დაგქარა იმათი ჰაბიტუსი. ვაჟკაც კაც რო დაინახავ, კაი სახის ვაჟკაც კაც და მადლობა ხმეთ ბევრი ესეთ საქართველოში იცოდეთ რომ ეს ამათი წინაპრები მარაბდის ველზე იბრძოდნენ ჩემო ძვირფასებო. რო დაინახავ ვაჟკაც კაც იცოდეთ რომ ეს 9 ძმა ხერხეულიძის დედის და მისი დის შთამომავლები არიან ჩემო ძვირფასებო. აი ესე მე ეხლა ამ 65 წლის ასაკიდან გადავხედავ ხოლმე ცხოვრებას, ბავშვობას და მახსოვს რომ აი ჩემ ხა თბილისში ვარ ხო, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და მახსოვს ეს მეზობლების მეზობლები, ჩემი სკოლა, მასწავლებლები, რა ვაჟკაცი ხალხი იყო ეხლა. რა ვაჟკაცები იყვნენ ჩემო ძვირფასებო, რამდენი ვაჟკაცი კაცი იყო ჩემო ძვირფასებო. თელ საბჭოთა კავშირში ქართველების, ეს ცნობილია და ამიტომ ამბობ ეხლა, ეშინოდა თქვენ ხო იცით ეს, ქართველების ეშინოდა. ისეთი ვაჟკაცური სულია ჩვენთან, ჩვენი წინაპრებიდან გადმოსული ჩემო ძვირფასებო, რომ რაღაცა უცრებია. ასე რომ და კიდევ ერთი რამ, ვახტანგ გორგასალი ძალიან დიდი სულიერი მეფე, ძალიან დიდი. ის აშენებდა ციხესიმაგრეებს, რეგულარული ჯარის ჩამოყალიბებას შეეცადა და ჩამოაყალიბა და მუდამ ბრძოლაში იყო და ომში იყო ჩემო ძვირფასებო. და რა არ იყო სულიერი კაცი, რა თქმა უნდა იყო სულიერი კაცი. და როდესაც შახაბაზმა თქვა რომ ესე იგი ქართკახეთის გამგებელს უთხრა გაიარეთ, ესე იგი მოისმენო თუ რა ხდებაო და როდესაც დაიარა სოფლები, შეამჩნია რომ ტყიდან ქართველობა გამოდიოდა და როცა ამათ დაინახავდნენ ისევ შედიოდა ტყეში, მაგრამ შეამჩნია ერთი რომ 3-4 წლის თავზე ესე იგი განადგურებული თითქოს საქართველო, მაგრამ შევამჩნიეო შახაბას უთხრა აკვნებით ქალებიო და პატარა 2-3 წლის ბავშვები, ძალიან ბევრი. ანუ ჩვენ გადაგვარჩინა მრავალშვილიანობა ჩემო ძვირფასებო. და მაშინ შახაბაზმა თქვა კიდევაც, ამ ერთსო ვერავინ ვერ მოერევდა, მაგრამ ეს მაშინ როცა მრავლდებოდი, მაგრამ ეხლა ჩვენ გამრავლების კოეფიციენტი არის -27.
ეხლა ვინ არ მოგვერება, ყველა მოგვერება. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა მე აი ეფრემი იყო ჩამოსული არქიმანდრიტ და მაშინ თქვი ზოგიერთში ესეთი მოარული აზრია რომ მრავალშვილიანობა ქრისტიანობისთვის ეს არ არისო რაღაც სულიერებაო ეს არ არის სწორიო ქრისტიანობა უნდა ილოცოსო ქრისტიანობა მრავალი შვილებიო რაღაც სხვანაირი წარმოდგენა ჩემო ძვირფასო და არ დაგავიწყოთ რომ კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორე თქვა რომ ყველაზე დიდი საქმე ქრისტიანული ოჯახი რასაც გააკეთებს ეს არის მრავალშვილიანობა და აკურთხა კიდევაც 7 და მეტი შვილი გააჩინა მეორე ავტორიტეტი მამა რაფაელი ძალიან დიდი პიროვნება ძალიან დიდი სულიერი პიროვნება ერთ-ერთი უდიდესი როდესაც ეს მოარული აზრი იყო და ჩვენ მივედით და ვკითხეთ მამა რაფაელს ეს სწორია მან თქვა როგორ არის სწორი როგორ შეიძლება ის რაც უფრო მეჩვილს გააჩენს დედა მით უფრო კაია და მით უფრო ის ეკლესიურად ცხოვრობს შემდეგ მამა ლაზარე იყო ჩემთან სტუმრად თავის მონასტერში და ეს ბავშვები მაშინ 10 ყავდა შეუშვით ოთახში და მე რაღაც საქმე იყო დავილაპარაკეთ და მამა ლაზარემ თქვა სად არიანო ბავშვებიო და გამოუშვით და ნუ გამოვიდნენ ერთი საათი დაკეტილი ბავშვები რა ჟრიამულით რა და მამა ლაზარეს გაეცინა და მამა ანგიას უთხრა მამა ანგია ნახე რა ხდება აქო ერთი წუთით ვერ გავჩერდები ჩვენო ისეთ ყვირილი იყო რა შეუძლებელია ჩვენ და წარმოიდგინეთ მამა ანგიაო ჩვენ გგონიაო რომ ჩვენ ვართ ღვაწლში გამიგე ასე რომ შემოძვირფასებ და რა უპირველესი რაც უნდა გვეთქვა თავში პავლე მოციქული ამბობს დედა ქალი გადარჩება ბავშვების გაჩენით მრავალი ბავშვის ასე რომ შემოძვირფასებ აი როდესაც 9 ძმა ხერხეულიძის ამბავს გაიგე ესეთი ლექსია კლადო ასათიანს 9 ძე ყავდა 9 ვაშკაცი დედას შეკაზმული ხმლით და მუსარად წარმოიდგინეთ მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენი წინაპრების ცხოვრება და ჩვენი კაცების ჩვენი წინაპრების შესამოსელი იყო მუსარადი და ხმალი გესმით და შახაბაზმა მოკლა 9 მილიონი კახელი გაანადგურა და 300,000 ქართველი და კახელი გადაასახლა ფერეიდაში მაინც ვდგავთ 1942 წელს ქერჩში და საერთოდ იმ ომში დაიღუპა 350,000 ქართველი კაცი წარმოიდგინეთ რა ამ 1942-დან და იქიდან მე-17 საუკუნიდან მან ამ შუალედშიც რამდენი ქართველი დაიღუპა ქრისტესთვის და რამდენი ქართველი მოკლეს ჩემო ძვირფასო აი როგორი ერივა და არ შეგეშინდეთ ოჯახების შექმენი და გააჩინეთ შვილები არ შეშინდეთ აი ხო ხედავთ რა მადლია როდესაც ქრისტესთვის ვიღვაწე აი ხო ხედავთ ქრისტე რა მადლს გამოგზავნის და რა მადლი იქნება საქართველოს მართყოფის ველზე დაღუპული ქართველები პატრიარქმა და სინოდმა სრულიად სამართლიანად 900-ვე შერაცხა წმინდანებად და კიდევ ბევრ ბრძოლაში დაღუპული ქართველები ალბათ მოვადრო და იმიტომ რომ ქრისტესთვის იბრძოდნენ ისინი აუცილებლად შერაცხავენ წმინდანად და როდესაც თქვენ იცით რომ კონსტანტინე მირზამ გამოსულანებულმა ქართველმა მოკლა მამა ალექსანდრე და თავისი მამა ალექსანდრე და ძმა ტახტს დაეუფლა მაგრამ ქეთევან დედოფალმა აჯანყება დაიწყო კახეთში და მაშინაც ძლიერთ ჩვენ ესე იგი მაშინაც ძლიერთ ირანელებს რადგან ჩემო ძვირფასებო
ძალაშია ფსალმუნი 121 რამე თუ დავითი ამ ფსალმუნში ამბობს მე ფუცა მე ღმერთი თუ შენი შვილები ღვთისმიერად მოიქცევიან მაშინ შენი შვილები უკუნისამდე იჯდებიან სამეფო ტახტზე და ძალაშია გრიგოლ ხანძთელის დალოცვა აშოტ კუროპალაძე შენი შვილები უკუნისამდე იჯდებიან საქართველოს სამეფო ტახტზე მან ჟურნალი ერთი ბედნიერი ოჯახი პატრიარქის სურათი მომაწოდე ასე რომ უთხوارია ჩემო ძვირფასებო და ეს იქნება ბოლომდე საქართველოს გადარჩება და საქართველოს სამეფო ტახტზე აუცილებლად ყოველთვის იჯდება დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ ამჯერად ეს სრულდება შემდეგი თქვენ იცით ჩვენი პატრიარქი ილია მეორე იყო იჯდა სამეფო ტახტზე და სამეფო ტახტზე და 50 წელი სამეფო ტახტზე იჯდა დედით ბაგრატიონი კაცი პატრიარქს ყავდა დედა ერეკლე მეორეს შთამომავალ ხოლო დღეს სამეფო ტახტზე ზის მართალია გურული კაცი მუჯირი პატრიარქი მაგრამ დედით ასევე ესე იგი ბაგრატიონების შთამომავალ ვერ მოინახსა არა კარგი ეფექტი იქნება ეთქობა დარჩა რომ პატრიარქი ილია მეორეს სურათია ძალიან ცნობილი ჟურნალია ბედნიერი ოჯახი პატრიარქი ილია მეორეს სურათია მე რო გადმოშლი პატრიარქ შიოს სურათია და ეხლა რაც მოყვე უბრალოდ ეს ილუსტრაცია მინდოდა და პატრიარქ ისა შიო მუჯირის პატრიარქის შიოს ქადაგება დადებული ამ ჟურნალში და შემდეგ არის ჩემი წერილი წარმოიდგინე ისე გამიხარდა და ჩვენი სურათი პატრიარქი და მე ერთად ვზივართ ესე იგი და მე-11 გვერდზე და ისა მე ვამბობ რომ ამ წერილში ვამბობ რომ ესე იგი ბედნიერია პატრიარქი და ბედნიერია ქართველი ერი. თემ სოფლიოში ჩემო ძვირფასებო რო ვთქვა ვინმე ხვეთს ჩვენ ვინატრებ ან ფრანგების ან ბელგიელების ან გერმანელების ან ინგლისის ღმერთმა დაგვიფარდა მე ხა იმიტომ მოვიტანე ესენი რომ ასე ვთქვა სოლიდური და ესეთი ქვეყნები არის ჩვენ ისინი განშორებული არიან ჭეშმარიტად ჩვენ ემსახურებით ჭეშმარიტებას და ვარ ჭეშმარიტი ქრისტიანი გამიგეთ ჩემო ძვირფას ამიტომ როგორ შეიძლება რომ ეს არ დააფასო და როგორ შეიძლება რაღაც სხვაზე იფიქრო და რა დიდებული რამ არის ეხლა რომ მიდიხარ სამხედრო გზაზე ძალიან ლამაზი შენობებია ირგვლივ და ერთ ადგილზე ნინოს თხოვე გადაიღო კიდევაც ერთ ადგილზე წერია მოზაიკითაა გაკეთებული ირხევა კიდევაც და იშლება კიდევაც და წერია არ გავცვლი მესე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და შემორჩენილია ეს რასასწაულია ეს ნაწერი მაგრამ მე უნდა ვთქვა რომ რის სამოთხე სხვა რა სამოთხე ეს არის ჩემო ძვირფასებო ეხლა საიმეში ვიყავით და თქვენ იცით ერთი აგიოგრაფი ამბობს რომ ფისონი არ მდინარე სამოთხის არის რიონი და რიონი რითაც მარაგდება მდინარეებით ხო აი ეს ყველაფერი უნდა ვიგულისხმოთ სამოთხე და წაბლის წყალია მე მგონი საიმეში ჩამოდის უერთდება ხანისწყალს და ხანისწყალი უერთდება რიონს აი მე რო ვთქვი რომ ალპური ზონა საიმეში რო ალპური ზონა იქიდან მოდის ეს მდინარე მე რო უერთდება რიონს აი ეს ადგილები არის სამოთხის ადგილები ჩემო ძვირფასო აუცილებლად ვინც საიმეში მოხვდები სულ რაღაც 50 წუთში 20 კილომეტრში ახავთ ალპურ ზონაში ზემოთ და ნახავთ ნამდვილ სამოთხეს შეიძლება ვთქვათ რომ
აი ეს რადგან ეს აგიოგრაფი ამბობს, რომ რიონი და მისი შემოგარენი არის 64, ეს იყო 64 დედამიწაზეო, ალბათ აი ზუსტად იქიდან წითელ მინდორს ეძახიან, რადგან იქაც ძლიერ თურქებს და სპარსელებს და ისეც მორწყულია ის ადგილი ჩვენი წინაპრების სისხლით. ვიპოვეთ მოკლედ ეს ჟურნალი, აგერ გქონია დადებული ჟურნალი თავიდან. აი ეს ჟურნალი, ბედნიერი ოჯახი. ჩვენი პატრიარქი რაც თქვი ქადაგებაში მოკლედ ის მეუფე შიო სამეფო ტახტზე, ასევე ბაგრატიონი დედი. სადიკიდება პატრიარქის ქადაგება ჩვენთან მოიტანენ იმ კვირაში. და მე და პატრიარქი. და ჩემი წელი. მე ესე ვამთავრებ, ესე იგი რომ ღმერთმა დაგონახა, რომ ყოველი დროის ერთ-ერთი დიდი წმინდანი და დიდი პიროვნება ყოფილა ჩვენი პატრიარქი გამორჩეული ილია მემონი. ხოლო მისი სიკვდილი იმდენად განვდიდდი, იმდენად ავმაღლდი, რომ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვა, ბედნიერია პატრიარქი და ბედნიერია ქართველები, რადგან ჩვენ ყოველთვის თავს ვდებდით ქრისტესთვის და იმედია, რომ ასე გავაგრძელებთ უნდა. დაგლოცოთ.